სამეშვიდე დავალება x-y საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია სიბრტყის ორი გარდაქმნა r-ი O ცენტრის მიმართ 90 გრადუსით და s-y, სადაც აღნიშნულია, რომ r-ი აღნიშნავს მობრუნება კოორდინატთა სათავის გარშემო 90 გრადუსით საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო s-ი არის სიმეტრია ორდინატთა ღერძის მიმართ. სიბრტყეზე მდებარე ნებისმიერი აწერტილისათვის, სადაც a არ უდრის O-ს, ავაგოთ მოცემული b-წერტილი ქვემოთ ჩამოთვლილი წინადადებიდან და რომელია ეს ჭეშმარიტი. სანამ უშუალოდ სავარაუდო პასუხებზე გადავიდოდე, მინდა ვთქვა, რომ ანუ b-წერტილი როგორ მიიღება თანმიმდევრობის თვალსაზრისით. ჯერ მობრუნება არის 90 გრადუსით და შემდეგ საბოლოოდ გადატანილია ორდინატთა ღერძის მიმართ სიმეტრია. ეს არის ღერძული ასე ვთქვათ, მობრუნება, რომელიც არის ფიგურათა გარდაქმნის ერთ-ერთი სახე და ამ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითი ძალიან დაგვეხმარება საბოლოო პასუხის ძიებაში. აი, მაგალითად მე ავიღე 6 და 1 წერტილი. უკიდურესი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ვიზუალიზაციის კუთხით, 6-1 წერტილი, რომელიც შეიძლება აწერტილით აღვნიშნოთ. მობრუნება 90 გრადუსის მიმართ, ანუ რაც არ უნდა 90 გრადუსზე, ასე ვთქვათ, ნაკლებით უმეტით მოვაბრუნოთ, ანუ ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება პირველ მეოთხედში. და რადგან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულება აქვს, მისი კოორდინატები x-ის იქნება უარყოფითი, ხოლო y-ის დადებითი. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ სწორედ კოორდინატები ადგილებს გაცვლიან და x-ი გახდება 6, x-ი გახდება -1, ხოლო y-ი 6. და შესაბამისად მეორე ოპერაციაც ხდება საჭირო. კერძოდ ორდინატთა ღერძის, ანუ y ღერძის მიმართ სიმეტრია და აქედან გამომდინარე უკვე კოორდინატები არ მეწერია, მაგრამ ეს იქნება 1 და 6, ანუ შეიცვალა მხოლოდ x კოორდინატი, რაც ახასიათებს ზოგადად ღერძულ ცენტრულ სიმეტრიას ამ დავალებაში. შესაბამისად, თუ კი დავაკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მანძილები a-წერტილისა და შემდგომ b-წერტილისა, რომელიც უკვე 1 და 6-ის ტოლია, არის თანაბარი. ანუ თუ კი წრფემდე მანძილს და ეს წრფე ავაკი y უდრის x-ი წრფე, არის ტოლი მანძილების და არის შესაბამისად სიმეტრიული. აი რომ ამიღო წერტილი მაგალითად 3 და 3. მაშინ 3 და 3-ის წერტილის მობრუნებისას 90 გრადუსით ის შეიცვლიდა ნიშანს x-ის, ხოლო ადგილებს არა. იმიტომ რომ ის დაემთხვეოდა და იქნებოდა ასე ვთქვათ y ღერძის მიმართ სიმეტრია. უკვე იქნებოდა წერტილი 3 და 3 გახდებოდა -3 და 3. -3 და 3-ის ორდინატთა ღერძის მიმართ სიმეტრია ისევ 3 და 3-ია. ანუ გამოდის, რომ ახალი b-წერტილი და a-წერტილი ერთმანეთს დაემთხვა და მისი სიმეტრიის ღერძი არის y უდრის x წრფე. ეს ასე ვთქვათ, მოდელი და სავარაუდო პასუხი, რომელიც D-შია მოცემული, არის უნივერსალური. რაც არ უნდა წერტილი ავიღო და მოაბრუნო იგი 90 გრადუსით, ასე ვთქვათ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ყოველთვის და შემდგომ მოხდეს გადატანა, როგორც ეს მოცემულია ფორმულაში, ყოველთვის იგი დაიმორჩილება წესს, რომ b-წერტილი a-წერტილის სიმეტრიული არის y უდრის x წრფის მიმართ. ეს არის ყველაზე ხშირად გავრცელებული ბისექტრისა საკოორდინატო ღერძებს შორის, რომელიც 55 გრადუსით ყოფს პირველ მეოთხედს და მესამე მეოთხედს. ეს არის y უდრის x წრფე. ასე რომ აქ პასუხი არის D.